იესო ნავესზე, თავი პირველი. უფლის მორჩილის მოსეს სიკვდილის შემდეგ უთხრა უფალმა იესო ნავესძეს მოსეს მსახურს. მოკვდა ჩემი მორჩილი მოსე. ახლა ადექი და გადალახე ეს იორდანე მთელი ერითურ და შედი იმ ქვეყანაში, რომელიც მოგეცით თქვენ, ისრაელიანებს. ყოველი ადგილი, სადაც კი თქვენი ფეხის ტერფი დაითქმება, თქვენთვის მომიცია, როგორც ვუთხარი მოსეს. უდაბნოდან და ამ ლიბანიდან დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე ხეთელთა მთელი ქვეყანა. დიდ ზღვამდე და მზის დასავლამდე გექნება საზღვრები. ვერავინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე. როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე შენთან ვიქნები. არ გამოგეცლები და არ მიგატოვებ. გამაგრდი და მტკიცედეკ, რადგან შენ უნდა დაუმკვიდრო ამ ხალხის ქვეყანა, რომლის მიცემასაც შევპირდი მათ მამაპაპას. ოღონდ გამაგრდი და მტკიცედეკ მთელი რჯულის აღსრულებაში, რაც გიანდერძა მოსემ ჩემმა მორჩილმა. არ გადაუხვიო მისგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, რომ ყველგან წარმატებითიარო. ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნის შენი ბაგეებიდან. დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე, რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია. რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება. ხომ ჩაგაგონე გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ. უბრძანა იესომ ერის რჯულის კაცებს. მოიარეთ ბანაკი და გამოუცხადეთ ხალხს. გაიმზადეთ თქო საგზალი, რადგან 3 დღის შემდეგ უნდა გახვიდეთ ამ იორდანეს გაღმა, რათა დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელიც უფალმა თქვენმა ღმერთმა მოგცათ დასამკვიდრებლად. რეუბენელებს, გადელებს და მენაშეს შტოს ნახევარს, ასე უთხრა იესომ. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ მოსემ უფლის მორჩილმა. უფალი თქვენი ღმერთი დაგასვენებთ და მოგცემთ ამ ქვეყანას. თქვენი ცოლები, თქვენი ბავშვები და თქვენი საქონელი დარჩეს ქვეყანაში, რომელიც მოგცათ მოსემ იორდანეს გაღმა. თქვენ კი შეჭურულნი გაუძეხით თქვენს ძმებს მეომრებო და შეეწიეთ მათ. ვიდრე არ დაგასვენებთ უფალი თქვენ და თქვენს ძმებს, ვიდრე ისინიც არ დაემკვიდრებენ ქვეყანას, რომელსაც აძლევს მათ უფალი. მერე დაბრუნდით თქვენ სამკვიდრო ქვეყანაში და დაემკვიდრეთ ის, რომელიც მოგცათ მოსემ, უფლის მორჩილმა, იორდანეს გაღმა აღმოსავლეთის მხარეს. პასუხად უთხრეს იესოს. რაც გვიბრძანე, ყველაფერს შევასრულებ და ყველგან წავალთ, სადაც კი გავგზავნი. როგორც მოსეს უჯერებდით, ისე შენ დაგიჯერებთ, ოღონდ უფალი შენი ღმერთი იყო შენთან, როგორც მოსესთან იყო. ყოველი კაცი, ვინც არ დაემორჩილება შენს ნაბრძანებს და არ გაიგონებს შენ სიტყვას, რასაც გვიბრძანებ, სიკვდილით დაისჯება, ოღონდ გამაგრდი და მტკიცედეკ.